თუ შეიძლება რომ შედეგები ჩამოაყალიბოთ. რომელმაც დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც წვალებით სავსე ქალაქი აირჩია. და განსხვავებით დღევანდელი და წარსული ადმინისტრაციებისგან ქალაქის, ჩვენ ხალხს პირდებით, რომ არ ვაწვალებთ. ჩვენ არ გაწვალებთ ხალხო იმითი, რომ 700.000 მანქანადადის და 30.000 ადგილია და უნდა დაგაჯარიმოთ და უნდა გადაგსვათ 18 მეტრიან ავტობუსებზე. ჩვენ არ გაწვალებთ საცობებზე და რაც არ უნდა გითხრას ვიღაცა სულელმა უცხოელმა ექსპერტებმა, რომელიც რა პრინციპით მოძრაობს კაცშვილმა არ იცის, ან როგორ არის შერჩეული. ჩვენ ავაშენებთ ხიდებს. აი მე ავაშენებდი იმ ხიდს, რაც ბატონმა კახიმ დაპირდა ქართველ ხალხს, თბილისის მოსახლეობას. ჩვენ ავაშენებთ ახალ მეტროს სადგურებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 2 მეტროს სადგური გავხსენით და ორივეს მშენებლობა დაწყებული იყო საბჭოთა კავშირის დროს. მაშინ თუ შეიძლებოდა კომუნისტების დროს იმ ტექნოლოგიით მეტროს აშენება, დღეს მეტროს აშენება რა გახდა? აი ჩვენ არ გაწვალებთ და მეტროს ავაშენებთ. ჩვენ ავაშენებთ ესტაკადებს. ჩვენ გავაუქმებთ იმ 1000-ნაირ სულელურ შეზღუდვებს, რომლის გამოც ჯარიმებს ახდევინებენ ქართველ ხალხს და აი როგორც გითხარით, ჯარიმებით უფრო მეტი ყო გამოსაღები, ვიდრე ხიდებში და გზებში დასახარჯი თბილისში. ჩვენ დავაკავშირებთ თბილისს და რუსთავს ერთმანეთთან, იმიტომ რომ თბილისი და რუსთავი ერთი აგლომერაციაა. ჩვენ ჩავანაცვლებთ ხრუშოვკებს ცათამბჯენებით. და ზოგადად უმიზეზოდ ქართველი ხალხის წვალებას თავს დავანებებთ. აი მოკლედ რო ვთქვათ, ყველა მთავრობა ამ ქვეყანაში საკუთარ მოსახლეობას აწვალებდა. ჩვენ ვიქნებით ერთადერთი, რომლებიც არ გაწვალებთ. მაგრამ ერთადერთი არ იქნებით ასეთი ტიპის საპროგრამო სიტყვაში. ბატონო? ერთადერთი არ ხართ ასეთი ტიპის საპროგრამო სიტყვაში. არა, მე მგონი არავის არ უთქვამს საქართველოს მოსახლეობისთვის, არავინ არ შეპირებია ისეთ უცნაურ ამეს, როგორიც არის, რომ არ გაწვალებთ. ყველა ამბობს, რომ მე ამას აგიშენებ, მე მოგივლი, მე დაგბან, მე გიმკურნალებ, მე რაღაცას ვიზამ და თუ ვიღაცას ასეთი უფლებამოსილება აქვს, რომ შეუძლია შენი დაბანა, შენი დავარცხნა, შენი მკურნალობა, შენი რაღაცა, მას შენი მიტყეპოაც შეუძლია. აი ჩვენ ამას არ ვიზამ. გირჩი არის წვალებას დავამთავრებთ, ქართველი ხალხის წვალებას დავამთავრებთ მთავრობის მიერ.